მოგესალმებით, ჩემო საყვარელო მსმენელებო და მაყურებლებო. ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან საჭიროთო თემაზე საუბარი. ყველა ჩვენთაგანი ეხლა იმყოფება გაურკვევლობაში. გაუგებარია რა გვემართება, რა გვჭირს. დაგვეუფლა რაღაც სიზარმაცე. გვაქვს მეხსიერების დაქვეითება. უამრავს აქვს კუნთების სიმძიმე, ან ტკივილი სულაც. უჭირთ სიარული, განსაკუთრებით ასაკთან მიმართებაში არის ეს მართებული. სხვათა შორის მე თვითონაც დამემართა რაღაც პერიოდი, უკვე სადღაცა ნაახალწლებს, ისე ვეღარ ვაზროვნებ, ისეთი სისწრაფე დამკარგე, თითქოს დრო ისე მეპარება, რომ ვერ ვასწრებ ვერაფრის გაკეთებას და ბევრი უჩივი სიდივეს. გარდა ამისა, ბევრს შემოიჩივა წნევები, რომლებიც სუდად ან სულაც არ ექვემდებარება წნევის დამწევ წამლებს. როდესაც დავფიქრდიო რა ხდება და გადავწყვიტე რომ გავეკეთებია კვლევები, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, ანუ ჩემთვის უჩვეულო სიზარმაცის თუნდაც, გაირკვა რომ ეს არის დღესდღეობით ბუნებრივი პროცესი, რომ მიდის ახალ ვიბრაციულ ტალღებთან შეგუება. ჩვენ დღეს გადავდივართ მე-4-დან მე-5 განზომილებაში, უკაცრავ მე-3-დან მე-5-ში და გარდამავალი არის მე-4 განზომილება, ანუ ხიდი, რომელზეც ჩვენ ახლა იმყოფებით. და დაახლოებით ეს მოგონებს იმას, როდესაც ბიბლიაში არის ნათქვამი, რომ ადამიანმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სულიერად ბევრმა მოახდინა გადასვლა, ფსიქოლოგიურად გადავიდა ახალ რეალობაში, მაგრამ ფიზიკურ სხეულს ამ შემთხვევაში უჭირს. და ეს არის მიზეზი ჩვენი ცუდად ყოფნისა. ერთ-ერთი ისეთი სპეციალისტი, რომელიც ამაში კარგად ერკვევა, ექიმი, ჩემ გადაცემაში არაერთხელ ნამყოფი და ბევრისათვის, განსაკუთრებით Facebook-ის მომხმარებლებისათვის კარგად ცნობილი, არის ბატონი თორნიკე ბერიშვილი. ბიძინაშვილი. ბიძინაშვილი. ой, ბიძინაშვილი, კაცრა. ბიძინაშვილი და გავწერეთ. იარ დამოვიწყდა მე იმაში ამები. ისიც უნდა მომეწვი. თორნიკე ბიძინაშვილი. და მას მინდა ვთქვა, რომ მოგცეს განმარტებები ამ თემაზე, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ ერთი რამ. აი ბატონი თორნიკე გვერდზე მოედგა ჩვენ, როდესაც ჩვენ გაფრთხილებდით COVID აფიორის დროს, ან COVID ფაშიზმის დროს, რომ არ აიცრათ და გეუბნებოდით, როგორ უნდა მოქცეულიყავით, რომ არ აყოლოდით პანიკას და ვცდილობდით, რომ თვალები აგვეხილა, რაც ძალიან ბევრთან გამომივიდა. ნუ სულ დღესაც არა ამ თვალები ახელილი. და მინდა გითხრათ, რომ ის, რაზე ჩვენ საუბრობდით მაშინ, დღეს უკვე მე მგონი ეჭვს არავისი არ იწვევს. თუ კი ვინმეს კიდევ არ ჯერა იმისი, რომ ჩვენ მართლები ვიყავით და არ უნდა ასრილიყავით, არ უნდა შესულიყავით პანიკაში, აი თუ ვინმეს არ ჯერა, ეს არის უკვე, ნუ მე არ ვიცი, რაღაც გონებადამინდულობა ან მატერიალური დაინტერესება. დღეს ისევ ბევრი ცდილობს, რომ დაგარწმუნონ, რომ ეს ყველაფერი კარგი იყო და ისევ მიდის მზადება ახალი პანდემიისათვის. მაგრამ ეხლახან გამოქვეყნდა ეპშტეინის ფაილები, იცით თქვენ, 3 მილიონი გამოქვეყნდა, 3 კიდე გამოსაქვეყნებელია, სულ იყო 6 მილიონი. და იქ საკმაოდ დიდი ნაწილი არის მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა განახორციელონ მათ პანდემიები და როგორ უნდა მართონ ისინი. და კონკრეტულად არის მისი მიმოწერა 250 თურქელი არის ბილ გეიტსთან მისი მიმოწერა, როგორ გეგმავდნენ ისინი პანდემიის სიმულაციას, რაც ჩაატარეს, მოიყვანეს იმაში მოქმედებაში COVID ფაშიზმის სახით. და ეხლა აპირებენ კიდევ ერთხელ უფრო სერიოზული და გრანდიოზული მასშტაბის განხორციელებას პანდემიისა. რისი გენერალური რეპეტიცია და განთამაშება, მისი სიმულაცია უკვე მოხდა ამ 25 წლის სექტემბრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით. განხორციელდა გერმანიაში. ასე რომ ზაობა ამისათვის არის. და მე მინდა წარმოვიდგინოთ ახლა წიგნი, რომელიც გამოვიდა ქართულ ენაზე, ეს არის ერთადერთი წიგნი გამოსული ამ თემაზე, რომელსაც ქვია მითი და რეალობა. ეს წიგნი გაყიდვაში არ არის ერთადერთ მაღაზიაში შეიტანეს და ღირს 53 ლარი, რაც არის კატასტროფულად ძვირი,
ამიტომ მისმა ავტორმა გადაწყვიტა, რომ გაეყიდა ეს თვითონ და მე ახლა თქვენ მოგცემთ მის ტელეფონის ნომერს. ეს არის 593 550400. ბატონს ქვია იაკობ ლეჟავა. ეს არის ძალიან პატივცემული, ხანში შესული ექიმი, რომელიც დასწორებია უცხოეთში, იცის ენები, აქვს ძალიან კარგი განათლება მიღებული და ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს სიტუაციისა. ქონდა წვდომა COVID პანდემიის, ეგრეთ წოდებული პანდემიის დროს იმ პირველ წყაროებთან, რომლებიც ქვეყნდებოდა. ეს მეგულისხმობ კვლევებს და იმ ინფორმაციას, რომელიც იყო ნახევრად დახურული და რომელიც იდევნებოდა. ასე რომ ყველას ძალიან ვთქვით, შეიძინოთ ეს წიგნი, ღირსულ 15 გვარი, ეს არის სასაცილო ფასი, ფაქტობრივად თვითღირებულება არის ამ წიგნისა. პირველი 300 ეგზემპლარი გაიყიდა ძალიან მალე, გამოიცა მეორე, ისიც ახლა იწურება და ალბათ მალე გამოიცემა მესამე, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადია. უბრალოდ ყველას არა Facebook-ი და ყველას არა წვდომა ამ წიგნთან, ინფორმაცია არა აქვს უბრალოდ. და თუ კი თქვენ მას დაუკავშირდებით და მოიტოვებთ, ვერ შეხვდებით და ვერ აიღებთ მისგან, მაშინ შეუძლიათ საქართველოს პოსტით სახში გამოგიგზავნონ. ამ შემთხვევაში დაემატება როგორც ვიცი 5 ლარი ამ საქართველოს პოსტით და ღირებულება იქნება 20 ლარი წიგნის, რაც ასევე სასაცილო ფასია. ბატონო თორნიკე, დიდი მადლობა რომ მოიცავე, ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ. ბატონო თორნიკე არის კლასიკური ექიმი, მაგრამ დიდი ხანია გატაცებული არის ალტერნატიული მედიცინის სხვადასხვა დარგებით, მათ შორის არის წამოიწყო პირამიდის მშენებლობა ფასენაურში, მაგრამ მათ ბოლომდე ვერ მიიყვანა, ბაზარიც უკაცრავად ვერ მიიყვანა იმის გამო, რომ ფინანსები აღარ იყო ამისათვის საკმაოდ აჯდება ძვირი, მაგრამ მაინც თანხებთან არის დაკავშირებული არა. მაგრამ ის სწავლობს, არის მეცნიერი მკვლევარი და სწავლობს სხვადასხვა ვიბრაციების გავლენას ადამიანების და ორგანიზმზე და ბუნებაზე. ისევე როგორც ცხოველებზე, რომელთაც ვიცი არა. და მე მინდა მას ვკითხო, როგორ უნდა მოვიქცე ჩვენ, რა ხდება ჩვენ თავს გამარკვიოს, რა ვიბრაციებზეა საუბარი, რა ხდება, რას აკეთებს ეს ჩვენი პლანეტა, რა გადასვლა არის რაღაც ეტაპი დამთავრდა, რამდენიმე ათასწლიანი დაიწყება ახალი პროგრამები, ახალი ათასწლიანი, ანუ კალი იოგების მიხედვით დამთავრდა, როგორც ვიცი. ჩემთვის ეს არის იმიტომ რომ მე არ გარკვეული აი ამ საფიო იწყება იოგაში და ყველაფერი კარგად იქნება შემდეგი ათასწლეულია, როგორც გვირდებიან. ბატონო თორნიკე, პროფესიული აზრი მოგვახსენე ამაზე, რა ხდება, როგორ უნდა მოვიქცე, რამდენიმე უნდა გავზარდეს ჩვენი ეს პასივი და ტახტზე წამოგორებული რამდენიმე უნდა მიყვეს რომ ტახტზე წამოგორებული შარა ვარ, მაგრამ იმბაჩერებს. მოდი უბრალოდ ყოველსა მადლობა ყველას თქვენ ტელევიზიას მოწვევისთვის და დაინტერესებისთვის ეს თემისთვის. თორე ეს თემა საკმაოდ საინტერესო და აქტუალური არის. რას ხმა მაღლა ილაპარაკებთ ეს? კი, ვწდივარ. და უპირველეს ყოვლისა მე, ცნობილი ვარ საზოგადოებაში არა მარტო როგორც ექიმი, არამედ როგორც ასტროლოგი და ასტრომედიცინის მხრივ საკმაოდ ბევრი თემებზე მაქვს ნამუშევარი და ჯერ კიდე სწავლის პროცესში ვარ. სადაც ასტრომედიცინის და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მაინც ვიბრაციები გვინდა. პლანეტარული გადასვლები იწვევენ სხვა ვიბრაციებს, ზოდიაქოს ნიშნები იწვევენ სხვა ვიბრაციებს და აი ამ კონტექსტში და აი ამ რაკურსით ამხელოთ ყველაფერი უფრო ჩავსვათ გარკვეულ ლოგიკის ფარგლებში, ესე იგი არსებობენ ძიმ პლანეტები, რომლებიც გადადიან რეალურად უკვე სხვა ზოდიაქოს ნიშანს იცვლიან და წარმოიდგინე 7 წელიწადი ერთ ზოდიაქოს ნიშანში იყო ერთი პლანეტა 22 წელიწადი ერთ ზოდიაქოს ნიშანში იყო ერთი პლანეტა 22 წელიწადი ერთ ზოდიაქოს ნიშანში ანუ თხრის ქაში იყო 22 წლის მანძილზე დაახლოებით პლუტონი ახლა გადავიდა მერწყულში და იწყება უკვე ახალი ეპოქისთვის და ახალი ერისთვის შესაბამისი ენერგიების წამოსვლა ხალხი იწყებს უკვე რეფორმირებას, ანუ იწყება რეფორმა ადამიანების ცნობიერების, ტრანსპორტაცია იწყება, იცვლება ადაწესები, იცვლება ხასიათი, იცვლება ის ჩვეულებრივი შაბლონების ნგრევა იწყება, რაც ადამიანების ცხოვრებაში ჰქონდათ, როგორც სოციალური წრეწურებები და ასე შემდეგ. ურანი გადადის ასევე ამ წელს უკვე საბოლოოდ გადავა ზოდიაქოს ნიშანი
ტყუპებში თავისთავად ეს ახალი ინფორმაციები შემოიტანს, ეს იქნება კავშირი როგორც სასამყაროებთან და ეს უეჭველი მოხდება და 1000%-იანი მოხდება. ამას თქვენ თვითონაც ნახავთ. იქნება ძალიან ინტენსიური კავშირი და ძალიან ბევრი ინფორმაციები შემოვა. თავისთავად დრო აჩქარებულია და კიდევ უფრო აჩქარდება და კიდევ უფრო დასწრდება ყველაფერი და პროცესები და პლანეტა ნეპტუნიც გადავიდა უკვე ვერტის ზოდიაქოს ნიშანში და ვერტის ზოდიაქოს ნიშანიც ეს შემოიტანს ახალ ენერგიებს და ახალ მიმართულებებს ამ შემთხვევაში უკვე სულიერების, ხელოვნების, რელიგიური თემებით აუცილებლად განიცდიან საკმაოდ სერიოზულ ტრანსფორმაციას და მოხდება მათი სრული დესტრუქტურიზაცია და რაღაც ახალ ყაიდაზე და ახალ მასე რელიგიურ დოქტრინებზე გადავა სამყარო საერთოდ და სულიერების რაც სხვა სახე ეძლევა. თავისთავად ეს ბუნებრივი პროცესია, რაც ყოველთვის ხდებოდა ხომ და ყოველთვის მოხდება. ცხოვრება გრძელდება. რაღაც კანონზომიერება არის თუ დაგუზიალობენ როგორც უძას ეს პლანეტები. თავისთავად კანონზომიერება. თავისთავად ეს ყველაფერი მეორდება, ეს ყველაფერი ვითარდება, ეს ყველაფერი გარკვეული ევოლუციის პროცესებს გადის. და ეს პროცესი ჩვეულებრივი და უბრალოდ ეს ხალხს ეს აქვს ესეთი ბოლო ჟამის მოლოდინი და რაღაცა და ეს უნდა გავაჩეროთ, არანაირი ბოლო ჟამი არ არის. ეს არის ჟამი ჩვეულებრივი, რომელიც მიდის და გავითარების პროცესშია და ჩვენ უნდა ავუწყოთ ამას ფეხი, რომ არ მოხვდეთ დისონანსში ენერგეტიკულ დონეზე. აუცილებელია, იმიტომ მე წამიგითხები და უცებ ადამიანი თავის მოდგმის და თავის კაცობრიობის მანძილზე ეძებს ბოლო ჟამს. აი, დამთავრდა ყველაფერი, ეს იყო მე-17 საუკუნეში გაზეთებიც ამაყდა წერია, რომ მე-18 საუკუნეში გაზეთები, რომ ბოლო ჟამია, ამით თავდება ეს ისა და მოვიდეს ქრისტე და ასე თქვა კანკითხვით იქნება და გითხრა, არაფერი მიგავსი არ იქნება, იქნება გარეგზადება ყველაფერს, რომ საჭიროა, რომ აი ამ ახალ ენერგიებს და ახალ იმ ვიბრაციებს, რომლებიც დედამიწაზე ესე უცებ შემოეჭრა, აუწყოთ ფეხი, რათა არ მოხვდეთ თამაშ გარეთ. ან ჩავჩებით იქ სადაც ვიყავით და ვიქნებით ამ დისკომფორტში, ან უნდა ავყვეთ და გამითარდეთ ჩვენ და გავიარეთ ევოლუციური პროცესი. სული რა არის ადამიანის, ხო? ეს არის ენერგოინფორმაციული ველი. ენერგოინფორმაციული ველს თავისთავად ჭირდება თავის ვიბრაციები, თავის ეს სულს შეუძლია აყვეს ამ ვიბრაციებს. შეუძლია აყვეს ამ ჰერცებს. და ჩვენ უნდა აყვეთ და ეს ხდება რითი? ხდება ჩვენი ცნობიერების, მენტალური, სულიერი განვითარების სინქრონიზაციით. აი ამ ვიბრაციებთანაც ვიზრდებით, ვითარდებით, ეს ყველაფერი უკვე აღარ არის დისკომფორტი ჩვენთვის. ვერ ვიზრდებით, ვერ ვითარდებით, თავისთავად უკვე დისკომფორტია ჩვენთვის და იწყება ეს მე უკვე ნევროზებით იწყება, მე შინაგანი აშლობები, ემოციური, მენტალური, გორიაქი და დისონანსი ორგანიზმში და ფიზიოლოგიურ დონეზე როგორც გვაქვს ხოლმე და რაც გვაქვს საერთოდ. ეს არის, ამიტომ ამ ცნობიერების ამაღლებას კიდე თავის კონკრეტული სპეციფიური მიმართულებები ჭირდება. საზოგადოებაში ამდენი ფორია კიდე ამდენი ისტერია. თავისთავად, ეს რო ვითარდება ეს ყველაფერი, რო იზრდება, რო ჩქარდება დრო, რაღაც ჩვენც უნდა რაღაც გადავიდეთ რაღაცებზე. ამიტომ ჩვენი ცნობიერება უნდა შეიცვალოს და აქედან გამომდინარე ჩვენი ვიბრაციებიც მაღლა იწევს და კომფორტის ზონიდანაც არ გამოვოთ. ცნობიერება ყველაზე მთავარია ეს. ვიბრაციების განსაზღვრა. ვიბრაციების განსაზღვრა საერთოდ არის ჰიპნოზის საშუალებითაც ხდება ეს ყველაფერი, არსებობს შუმანის ვიბრაცია, შუმანის სიხშირე, შუმანის საზომები არსებობს კი და მაგით ზომავენ დედამიწას და ასე თქვა დედამიწის გული იყო 8 ჰერცი, მერე და გავიდა უფრო მაღლა, გაიზარდა, მაგრამ ძალიან სათუოა ეს ყველაფერი, იმიტომ დედამიწის გულში 8 ჰერცი როა და ეს მაგმა რო არის და ეს რაღაცა ისეც გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, რამდენად რეალურად არის ეს ყველაფერი, ვინ იყო იქ, ან როგორ გაზომეს ეს ყველაფერი, რიდე ამტკიცეს, ან ვით ნახეს ეს ყველაფერი, ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მსგავსი ტექნოლოგიები არ არსებობს დედამიწაზე, რაღაცა მსგავსია. მაგრამ დედამიწას თავისი ვიბრაცია აქვს, ყველაფერს თავისი ვიბრაცია აქვს, მაგასაც თავისი ვიბრაცია აქვს, ამ ჭიქასაც თავისი ვიბრაცია აქვს. ამ წყალსაც რომ აჩინეთ არის. და აი ეს ნეგატიური ენერგია არის ნეგატიური ვიბრაციები, თუ რაღაც სიხშირეებია, დაბალი სიხშირეებია. ყველაზე დიდი გენერატორი ნეგატიური ინფორმაციების ისევ და ისევ ადამიანია. და აქედან იწყება ყველაფერი. ისევ და ისევ მასმედიის საშუალებები, ისევ და ისევ ადამიანები და კომუნიკაცია მათში, ისევ ეს ეგო ადამიანის, შუღლი, უარყოფითი ემოციები, ტკივილი, ყველაზე მთავარიც არის შიში და ეს ყველაფერი დაბალი ვიბრაციებია. ამ ვიბრაციებიდან გამოსვლა საჭირო და ამ ვიბრაციებიდან გამოვიდეთ, ამიტომ გვჭირდება გარემო, რომ მოგცეს იმ საშუალება, რომ ჩვენ არ გქონდეს ეს დაბალი ვიბრაციები. რაღაც დონეზე ეს უკვე რომ ლაპარაკობ ხშირად ჩემს ლაივებში ხო?
ჩემ ჯგუფში გადავდივარ პოლიტიკაზე, რომ გვინდა არ გვინდა ვეხებით ამას, იმიტომ რომ მათ უნდა შექმნან ამინდი ამ ყველაფერში, რომ კომფორტულად იყოს, როგორც ბიზნესი კომფორტულად იყოს, ადამიანი კომფორტულად იყოს, კომფორტული სისტემები, რომელსაც ისინი მართავენ და იმაშენ სახელმწიფო იყოს კომფორტული. მაგაზე მაგის ინტერესი არ არის. რა პრობლემაა? ჩართე იმედი და მიხვდები რა კარგად არის ყველაფერი და რა კარგად ცხოვრობ და ოღონდ ნოსტალგია მემართება ხოლმე კაცს. კომუნისტების დროს ხო, მაგრამ მაგას ბევრი რაღაც უკეთესად იყო ვიდრე დღეს არის. კი ბატონო, მაგრამ ის კომუნიზმი ჯობია დღევანდელ ნუ მორებს იმას. თუმცა იმ რეალობას რო შეხედე ილუზია რომ ყველაფერი წლიანად არის მშვიდად არის. აღარ იქნება ვიბრაციებში. და როგორ უნდა დაიცვა თავი ვიბრაციიდან თუ სერიოზულად ვიყავარებთ? ხო, თავისთავად ეს უკვე შინაგანი სამყაროს შეცვლა. რეალურად ეს უკავშირდება საკამო ქრისტიანობასაც არის სიყვარულის ენერგიები, ეს არის სიყვარულის შეგრძნება, ეს არის მედიტაციების პრაქტიკები, ეს არის ხშირი ბუნებაში სეირნობა, რომ ეს მუხტავს, განუხტავს აკეთებს, ანუ ტყე არის ძალიან მაგარი წმენდავი ადამიანის ენერგეტიკის და ბუნებას საერთოდ. განსაკუთრებით ფეხშველაა. ფეხშველა ეს ცოტა მინუს ენერგიები აიღო და სესუს ენერგიები აიღო, კი ეს ფეხშველიდან იწყება ენერგიების ასვლა. კი, მაგრამ ერთი რამე კიდე ძალიან საინტერესო ონკოლოგიისთვის ყველაზე კარგი პრევენცია არის ნაძვებში სიარული და ფიჭვნაში სიარული. ის გამოყოფს იმ ნივთიერებას, მე დამოვიწყდა. გარდა ხო, ერთ-ერთი ეგ არის. ბიტონციტების გამოყოფილი რაოდენობით ეს ბიტონციტები თავისთავად ვირუსულ თემებს და ეს კლავს გასაგებია, მაგრამ ყოველი ნაძვი და ყოველი ფიჭვი კონკრეტულ მიკროკლიმატში ქმნის, სადაც ჩვენ გვიწევს სიარული და იქ სუნთქვა, ჩასუნთქვა ყველაფრის ვიღებთ ერთ კვირის, აი 4 საათი გასერნება, ხო, იძლევა ერთი კვირის იმუნიტეტს, რომ აი პირველად დაცვა რაც არის, ხო, პირველად ფარი. აი პირველი ფარება გავაძლიეროთ იმუნის დონეზე, იგივე ონკოლოგიის დაწინაურებაც. აი მე მაგალითად უფრო მეცადე თქვი. თავის დროზე შესწავლილი მაქვს რაღაცა კავკასიური იოგის ელემენტები და ნუ ბევრი რაღაცა მაქვს ნასწავლი და 80-იან წლებში ჯერ კიდე მქონდა ხოლმე გადაცემები გაკეთებული, მაშინ არავინ არ საუბრობდა ჯერ ჩასაღი ცხოვრების წესზე და მე ვასწავლიდი მაშინ რაღაც ელემენტებს, რა შეუძლია თვითონ გააკეთო, პატარა 10-15 წუთიანი გადაცემები იყო ხოლმე. და ერთ-ერთი ის არის მიღება ჩემი ცოდნის, რომ ონკოლოგიაში გეთანხმები მარტო ონკოლოგიასაც არა, პრევენცია არის ძალიან ბევრი დაავადების და მკურნალობის და პირდაპირ ტიბეტელებს აქვთ ეს ჩემი მასწავლებლებისგან, ვიცი ტიბეტელებისგან, პირდაპირ რომელი მცენარე რა ენერგიას რომელ ორგანოს უხდება. აი ფიჭვი და ნაძვი კონკრეტულად ყველაფერს უხდება, მაგრამ განსაკუთრებით ფილტვებს და სასუნთქ სისტემას. კი, კი. და საქართველოში ეს არის ძალიან აქტუალური, იმიტომ ჩვენ ფილტვების გულის რომელია? მუხა. გულის მუხა არის მამაკაცების, პროსტატის არის, გულისაც არის, ყველაფრის არის. კაკალი არის უნივერსალური. ყველაზე მაგარი არის კაკალის წერია. პირდაპირ წერია. მიოკარდიუმის მიოკარდიუმის პრობლემების დროს მუხნარი ტყე ეს არის იდეალური ვარიანტი. მუხნარი ტყე კი ბატონო. და ძალიან მაგარი არის პროსტატის გასაჯანსაღებლად მუხა. აი მსხალი მაგალითად არის მკერდის სიმსივნის სამკურნალო და ვისაც აქვს თქვა რა. იგი მაგას ზატია დაწერილი მქონდა მე და ყველას რა ვიბრაცია, ზოგი ვამპირი ხია ზოგი. ხო და იცი რა ის არის ძალიან კარგი ბარები თუ დავასწავლი. იქ რო გავხოდე ხა და ათბება, უნდა გაიხადოთ ფეხზე, მიხვიდეთ აი ამ რომელიღაც ხესთან და მას ჩაეხუტოთ, ისე რომ აი ეს ხელის გულები ეხებოდეს ხეს გაზაფხულზე. ყველაზე მთავარი იცი რა არის მან? ჩაეხუტო არა მარტო ამით, ჩაეხუტო ხერხემლით. ადამიანის სული არის ხერხემალში. კი, ჯერ ეს ეხუტები, იმიტომ რომ ეს პოზა რომ ხერხემალი მიადო და ხელებიც ეს ცოტა რთულია უკვე ასეთ კანი. ახალგაზრდებს შეუძლიათ. არა რაღაც. ამიტომ შეუძლიათ ჯერ ეს ხელებიც დაიმუხტონ და მერე იმით. ერთად აი მე მქონდა საკმაოდ რთული პერიოდი, მძიმე პერიოდი და მქონდა რაღაც გარკვეული კრიზისები, აი ეს ტყის ფაქტორი ძალიან შველი და მიუხედავად იმისა გაზაფხული იყო თუ არა. ზუსტად შარშა როცა მაშინ გარდაიცვალა, ძალიან დიდი სტრესული ფონი გავიდა, მაშინ თებერვლის თვე იყო, მარტი დაიწყო უკვე და აი ზუსტად მაგდროს ავედი იქ და მაგდროს გავიკეთე აი. ზუსტად ის რომ მოხდა თებერვლის ბოლოდან ხეში წყალი ჩადგა რომ ამბობდა ხო? როცა იწყება ეს მოძრაობა უკვე აი ამ ენერგეტიკული მოძრაობა თვითონ სცენარეში. მაშინ არის მაქსიმუმი, თორე ისე ზამთარში შეიძლება გავიგდო შემოდგომა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ
როცა ყვავის ასევე გაზაფხულის პერიოდში ცოტა ენერგია შემოდის სიცოცხლე მაგ დროს აი ძალიან დიდი ზღვარი აი თებერვლის ბოლოდან ისევე როგორც ჭიების მკურნალობა სხვათა შორის მეგობრებო შეცდომას უშვება ხოლმე როცა იწყებენ ნებისმიერ დროს ეხლა უნდა დაიწყო თებერვალი მარტი როცა ფუთფუთს იწყებენ ეს ხო უკაცრავად გაგაწყვეტინე აი მე რა მაინტერესებს იცი აი რა არის ის რა ქვია აკაშის ქრონიკები შენ ამაზე საუბრობდი აკაშის ქრონიკები ეს მე არ ვიცი რა მარტივად რო გავაგებინოთ და გასაგებია იყოს პრობლემისთვის ეს საკუთარ მიში, საკუთარ სულში შესვლა და ინფორმაციების ამოღება უმაღლეს სამყაროდან, უმაღლეს იქიდან. შეიძლება ეს დავუხოთ, მოდი ნოუსპროს დავუხოთ ეს რაღაცებს. ეს არის სამყაროს ბიბლიოთეკა არის, სადაც შეიძლება რაღაც ინფორმაციები წამოიღოთ. ამიტომ აი ეს ინფორმაცია ბევრს აქვს ამ ყველაფერთან თვითონ უბრალოდ აი ხალხში საერთოდ ისე აწყობილი მთელი ცხოვრება, რომ მაქსიმალურად გაეთუქმოს ადამიანის ცნობიერება და მოგვდეს ადამიანში ყველაფერი ღვთაებრივი ისე დაწყობილი ჩვენი სისტემა და ზოგადად აი ყოფიერება ჩვენი. ამიტომ ადამიანში ყველაში არის ღმერთი და ყველა შეუძლია მაკაშის ქრონიკებში კი არა და რაღაც ზესამყაროებთან გავიდეს კონტაქტზე. უბრალოდ მათ არ იციან ტექნოლოგიები, მათ არ იციან, არ ასწავლიან, არ ცნობნებიან და კლავენ ადამიანში ღმერთს ამით. ამიტომ როცა ადამიანში უნდა გაიღვიძებს ღმერთი და როცა ადამიანში გაიღვიძებს უმაღლესი ის ღვთიური სამყარო სულიც უნდა დასაწყია, ხო? აქედან გამომდინარე არ დაიწყოს ბოროტების კეთებას, როცა გაიგებენ რა არის. ბოროტებს საკეთებს ადამიანს დავიბრაციებზე, ეს ვერსად ვერ გავა, ვერც აკაშის ქრონიკებში გავა და ვერც აბსოლუტურ ინფორმაციას ვერ მოიწოდებ. ვერ მიიღებს. თუ მიიღებს, მხოლოდ დავიბრაციებისგან. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის და ძალიან სერიოზული საკითხი არის ეს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ბროდიც კი მათაც აქვს თავის ინტუიცია და მათაც აქვს თავის ხედვები, მაგრამ მათ აქვს კავშირი დავიბრაციულ თავის დემონებთან. ისინი აძლევენ რაღაც ზებუნებრივ რაღაცებს, იმათაც შეუძლებს მისცენ და აგროვებსაც შეუძლებს მისცენ. ორივე შეუძლებს, მაგრამ საიდან აღებულობ და რას ემსახურებას ყველაფერი რო იღებ, საიდან იღებ, მე ის აღგართმევს აქედან, ხდეს რაღაც ის, მას რაღაცა მიახო უცილებლად. თუ რაღაცას გაძლევს. და უმაღლეს ძალებთან კავშირი საერთოდ ადამიანს შეუძლება ქონდეს, რასაც ქვიათ ახლა ეს აკაშის ქრონიკებში აღვიდე ხო? ვიბრაციები უნდა იყოს მაღალი, განწყობა უნდა იყოს პოზიტიური, ადამიანი უნდა იყოს გამტარი, არ უნდა იყოს რაღაცის მიღები, უნდა განთავისუფლდეს ყველანაირი ნეგატივისგან, ხო? უნდა გახდეს წმინდანებით და რაღაც გასრიოსნეს უნდა. მაგრამ ჩვენი მოვალეობა ეს არის, რატომ აღიქვამთ ვივადებით საერთოდ, რომ განვითარებისა და სულიერ ევოლუციის პროცესები გავიაროთ. და არა მარტო ისო ჭამოცვათ და ზოგადი ყოფილი ცხოვრება დავავდეთ. ეს სასიამოვნოა. კი, სასიამოვნოა, ხო, უბრალოდ ხო, ზომიერება ყველაფერს ძალიან კარგი არის. ამიტომ ყველაფერს ადამიანს შეუძლია გავიდეს იმ პორტალში, ინფორმაციები გამოიტანა, შეუძლია რაღაცებს მოგდეს, რაღაცები ნახოს ამ ყველაში ზის ეს, მაგრამ ერთი მომენტიც არის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის რაღაცების არ ჯერან და მაგით არ ვიძახე მაგას, მაგრამ ზოგადად არ აქვს მაგათი ის ცნობიერება და არ აქვს მაგათი ის დედუქციისა და ის თავი ტრანსცენდენტალური აზროვნების უნარი და გასაქანი, რომ რაღაცებს მიხვდნენ. ხო, აი მარტივი რაღაცაა, დავუშვათ კოვიდის დროს, ხო, უნდა მიხვდე ეგეთ რაღაცას, გიკეთებენ ეს რაღაცას, თვალს დახელში უხატუებენ და ვერ ხვდები, ხო, აი ფულს ვიხდიან, ხდიან ვინ იყო, რომელი იხდის ფულს იმაში რაღაც რატომ უნდა გადაიხადონ, თუ რამ ინტერესი არ აქვს, ხო? ანუ გატყუებენ, ხო და მაგას რო ხდება გატყუებენ. დღემდე იმას იმაშობენ, ბევრი ადამიანი არც არის ადამიანი, მაგას მინდა რა. ბევრი ადამიანი ყოველგვარ ბოტივით არა, რომელიც სოციალურ ფენას ქმნის, რომ ხალხისა და საზოგადოების აზრი შეცვალოს. მოსულები არიან ძალიან ცისხლიანები, ეგენი საერთოდ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ, ბევრი რეგალიები აქვს, სერიოზული რეგალიები აქვს და მართავენ რაღაც სისტემებს. და ყველა ვინც განვითარებული და კონცოთა ზებუნებრივი და რაღაც მაღალნიჭებითაა დაბადებული, ისინი დავალ ფენას მიეკუთვნებიან და ფოგაჭრებაში და ბევრ სირთულეებში და სტრუქტურაში ცხოვრობენ. ხო, სამწუხაროდ. აი ესეთი ნიუანსებია, არც სახარებენ სიმართლის თქმელს საერთოდ არასოდეს და ეს ებრძვიან ყოველთვის ეგეთ რაღაცებს. ამიტომ ეს არ დამთავრდება ტერორი, როგორც ყოველი ტერორი და მსგავსი რაღაცა, როგორც მე თქვი ყველაფერი შეახდა ზუსტად ერთ-ერთში. იქნება მეთქი ომებიც, იქნება მეთქი აი ეს ყველაფერი, ოღონდ ეს იქნება ლოკალური ბრძოლები, ეს მასშტაბურ ხასიათს ესე არ მიიღებს. იქნება ეს ყველაფერი, ასტროლოგიური წესი არ იქნება და ახლა წარმოგიდგინეთ, დაიწყო ახალი ცხენის წელიწადი. და თქვენ წარმოგიდგინეთ, ეს დაიწყო რითი, დამნელები დაიწყო მზით. ამ ხელა დამღებული დამთხოვა არის, რომ 30 წელს ვიწყებთ
დაბნელებით. ანუ ეს არის დიდი რევოლუციების, დიდი რეფორმების, დიდი გარდაქმნების და უნდა დაიგოს ყველაფერი ძველი, უნდა დაიგოს ყველაფერი რაც ახამდე იყო და დაიწყოს ყველაფერი საერთოდ შენება. ეს მოხდება თავისით მოხდება ეს. ამას ჩვენ კი არ გამოვიწოდოთ, ზოგადად მოხდება და საჭიროც არის ეს რომ მოხდეს, რომ ადამიანმა უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები. დღესაც საქართველოს ხალხმა დაიწყოს გამოსვლა, გარედან დაიწყოს საკუთარი უფლებების დაცვა, რადგან ეს მარკუჟები რომელსაც უჭერს ახლა ეს მთავრობა და კიდე უფრო ხდება ეს უკვე მიუღებელი და გადადის ეს ყველაფერი უკვე რაღაცნაირად დიქტატორულ და ავტოკრატიულ დიდი ხანი გადასულება ახლა უწავო ხასიათისგებობს ეს ყველაფერი ხო? აი ეს ყველაფერი რეალურად მივიღებთ იმას რომ საქართველოში საერთოდ როგორც ის გადაშენდება ყველაფერი საერთოდ ჩამოინგრევა, აღარც ეკონომიკა არ იქნება და აღადგენა იმისი მე იქნება ძალიან რთული. ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცების გაკეთება. ამიტომ ეს ვიბრაციები რომლებიც არის, ითხოვს მის გავს რაღაცებს, ეს მოუწევს ალბათ ქართულ ხალხს საკუთარი უფლებების და საკუთარი ცხოვრების პირობების დაცვა, საკუთარი უფლებების დაცვა, მაინც ესეთი მნიშვნელოვანი რაღაც არის. აი, რაც შეეხება ვიბრაციების განაცვლას, მე ძალიან ბევრი ვეძებდი, შემთხვევაში მქონდა შაშენ ჯერ კიდევ გადაცემების ციკლი, სადაც ვეძებდი აი ამ 5G-დან დაცვის სისტემებს და საშუალებებს. და მაშინ გავედი იმაზე, რომ ვიბრაციისგან, აი ამ კონკრეტულად ამ ვიბრაციებისგან დამცველი საუკეთესო არის შუნგიტი. და აღმოჩნდა მე რომ ეხლა, აი სულ ეხლა ხანდახან მეცინება ხოლმე ვიღაცები მეუბნებიან ტრამპი შენი მიწერსო კონსპექტებით აკეთებსო რეფორმებსო. ანუ კენედი. აღმოჩნდა რომ ამერიკაში გამოაცხადეს რომ შუნგიტი არის ყველაზე კარგი დამცველი ყველანაირი ვიბრაციისა და მათ შორის ესეთი თუ ატომური ბომბიც აბეთქდა, იმ შემთხვევაშიც კი შუნგიტი იქნება თურმე დამცველი და მე რა იყო მე მაშინ არ ვიცოდი რომ აღმოაჩინე შუნგიტის ფენომენის თემა. რომ ნობელის პრემიას ყოფილა გაცემული. ორი ნობელის პრემია ყოფილა გაცემული, ხო და მე მაგალითად შეუკვეცეს ამ მე ვიყავი პირველი საქართველოში ვინც შუნგიტის კვების შემოტანა დაიწყო და ახლა მე ვიყავი პირველი ვინც ეს გააკეთა 15 წელს. მახსოვს შენგან როგორც რაღაცა წლის გაწმენდა. არა მარტო წლის გაწმენდა, მან იყო საუბარი ელექტრომაგნიტური დასაცვლელად და სპეციალურად ჩამოტანილი იყო ასევე მაცივრისა და ესეთი მიკროტალღოვანი ღუმელისთვის სპეციალური ისე ასე მობილურისთვის სპეციალური სტიკერები, თუმცა არ ჯობ მაგას და ხდება განუხტან ყველაფერს. შუნგიტი იდეალური ხო არის ისთვის ისე როცა ადამიანს უკეთია შუნგიტი ის არაფერს არ აძლევს ადამიანს და არაფერს არ ართმევს. ის აკეთებს ფილტრაციას, ზოგადად ენერგეტიკი და წმენს რა ესეთი რაღაც. ამდენ იდეალური ხო და კარგი ხო. დენს ატარებს თავის სპეციფიური მურიახ და მეთქმა მოხდა რომ ის არის ნამდვილი. ხო, მაგის დიდი ხანი მუშაობდი, სხვათა შორის ძალიან ბევრი მქონდა ეგეთ რაღაც ჩამოტანილი. მარტო შუნგიტი არა, სპეციალური ბადეები არსებობს, ბადის ტანსაც მეც ამ ქსოვი ჩამოტანილი, მაგით კი არა ესეთი არა მარტო ჩინელებმა გამოწერილი მაგ ხლა და უნდა ჩაიცვეს და თავისთავად ამცირებს იმას რეალურად დამწემო უნდა ქონდეს ყველა ვარიანტი შემოიმუშაოს. და არსებობს სპეციალური ჩაიცვა როგორ დამიწევ? ვერ დამიწევ მაგაში ესაკ, მე ვერ დამიწევ, იმიტომ რომ ორ უნდა დამიწევ, მიწას თუ ჩაარჩე ხომ. რაღაცა მოავიდე დაიჭირე. მაგრამ რაღაცნაირად ამცირებს თავის, ასე ვთქვათ, იმზე გავლენას ის რაც არის მოდი. აღარ ხდება ამას, ის აღარ ხდება იმის ხშირი. მაგრამ არსებობს სპეციალური ბადეები, რომელსაც უკეთდება ბათქაშის ქვეშ. ეს ბადეები კეთდება მთელ ასე ვთქვათ პერიმეტრზე, თვითონ ფასადის და ხდება ამის დამიწევა და უკვე ვიღებთ ამით იდეალურ დამიწებას, რომ სახში აღარ შემოდის ეს ციხშირეები. ეს მქონდა გადაცემა ერთი ფიზიკოსი ყავდა მაშინ მოყვანილი და გუნდებიც რა სპეციალური. ძალიან რთული ის არის ხა. მით უმეტეს თუ საფულებიან სახში ცხოვრობ. არა, საკუთარ სახლზე უფრო მუშაობთ, იმიტომ საფულებზე შეიძლება რაღაც ოთახი გამოყო და ოთახი კონდეს ეგეთ. ხო, რა დამიწევ. რა უნდა მაგას ის ბადე რაც არის გამოუში, ჩაუში მიწაში დამიწებული და მისის მოხცი ბათქაშის ქვეშ. ხო, თუ მერვე სართულზე ხარ, ან 20-ე. არა, მერვეზე არა, საკუთარ სახლში უფრო კომფორტულია ეს კი. ისე ვერ გავაკეთებ. არა, ისე შეიძლება ხო უბრალოდ მოსაწვალებელი იქნება თავის. არა, შეიძლება რაღაცა ის შეიწერო რაღაც საფიტონი და წახვიდა ხოლმე რაც ის ამიტომ ამერიკაში არსებობს და გახვიდა ხოლმე ეზოშდაში და ამიტომ ამერიკაში არსებობს სპეციალური დივერსიული ჯგუფები, რომლებიც ამატენებს ებრძვიან და ერჩიან და აკეთებენ მათ. იგივე კენედიმ გააკეთა ახლა ახალი ის მიიღო რომ საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან და მჭირო დასახლებულ ადგილებთან
არ იყოს რაც არის რომ ისინი აიღონ დემონტაჟი გააკეთონ მაგ 5G-ის ანტენების. იმიტომ რომ ის რა გამოიგონ ჩვენთან ხდება იდეალური. ყველაფერი ასე ჩვენ აქ ვებრძვით და ვაპროტესტებთ უბრალოდ ვერ ვებრძვით. ყველაფერი ამ კაცმა გააკეთა. ეხლა მივყვეთ იმ სიტუაციას მან. ეს ანტენები რომელიც ახლა ფექენია ჩვენს გარშემო და ძალიან ბევრი არის. ესენი გამოყოფენ ფოტოშორის ძალიან დეტა, გამმა, ბეტა სიხშირეებს, რომლებიც იწვევს ადამიანში კონკრეტულ ხასიათს. შეუძლია გამოიწვიონ აგრესია, შეუძლია გამოიწვიონ ესეთი სენსიტიურობა, შეუძლია გამოიწვიონ ინფანტილიზმი და ასე შემდეგ და მართავენ ამ ყველაფერს. მე ზუსტად მაგას ვამბობ და რამდენი არანაირი კავშირი ამას ბიჭო კავშირთან არ აქვს. მე მაგის წინ გავარ და გამთიშვია ტელეფონი ამჯერა. ის ვიცადგაც ქალაქში იყო, მეც ქალაქში ვიყავი და აი ესეთი რაღაცა მოხდა ბევრი მგონი ეგრე. აი მინდა გამოგზავნო შენი აზრი და მიმართო მსმენელებს. მეგობრებო, ზუსტად იგივეს ამბობს ახლა რასაც მე გეუბნებით COVID-თან და იმასთან, პანდემიასთან დაკავშირებით. როცა გვაქვს ჩვენ მოლოდინი იმისი, რომ ახალი პანდემია იქნება და ახალ ვირუსს გაუშვებენ. ნუ გეშინიათ არავითარ ვირუსს არ გაუშვებენ. არ ჭირდებათ. იმიტომ რომ ვირუსი არ არის ძაღლი, რომელსაც გაუშვებდნენ, მერე გალიაში ჩასვა მისებ. ან თოქზე გეყოლება. ვირუსი არის როგორც ჯინი, რომელსაც გაუშვებ ბოთლიდან და ვეღარ მოთოკავ. არავითარი გარანტია რომ არ გადახოცავს ყველას ამ შემთხვევაში არ არის. და არ ჭირდებათ რატო? იმიტომ რომ მათ შეუძლიათ აი ასე ბატონი თორნიკი ამბობს ახლა. მართონ თქვენი ორგანიზმები აი ვიბრაციების საშუალებით. რასაც გამოყოფენ ეს ანტენები. ეს 5G-ის ანტენა იქნება თუ სხვა ანტენა, რასაც არქივენ მნიშვნელობა არ აქვს. სხვადასხვა ვიბრაციები იმოქმედებენ სხვადასხვა ორგანოებზე და სისტემებზე და სხვადასხვა კლინიკა განვითარდება და გეტყვია რომ აი 4 ან 5 ვირუსი ერთდროულად იქნება სხვადასხვა კლინიკური სურათი. ზოგი იქნება დაავადებული სისხლძარღვების პათოლოგიით, ზოგი ფილტვებით, ზოგი ტვინი აერება, ზოგი გარეკავს და ესე შემდეგ. იქნება ძალიან ბევრი სუიციდების გამოიწვია შეიძლება. თავისთავად ეს იმუშავებს იმუნურ სისტემას იმუშავებს ეს ყველაფერი. იმუნურ სისტემა ინგრევა სტრესის დროს. ამაშია საქმე, ასე რომ ნუ გეშინიათ რომ ვირუსს გაუშვებენ. გაუფრთხილდით აი ამ ვიბრაციებს და ისწავლეთ თავის დაცვა აი ამისაგან ზუსტად. ეს არის ჩვენი გადაცემის მიზანი დღევანდელი. თუ თქვენ რაღაც სწორნით იყოს შეიარაღებული. ანუ რეალურად შის ვიბრაციები, უარყოფით ვიბრაციები თავისთავად ეს დაბა ვიბრაციული გამოვლინებები რაც ჩვენში არის ხოლმე ეს იმუნურ სისტემას თავისთავად ეს აღრევს და აქვეითებს ყველა ვარიანტში. ეს მეცნიერულად დამტკიცებულია და ესე არის საერთოდ. საერთოდ სოფლიოში ახლა ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეამ დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ბიოენერგეტიკისა და მედიცინის სინთეზი გააკეთა და საკმაოდ სერიოზული კონფერენციები მოაწყო მაგ ხრივ და თანამედროვე მედიცინამ ძალიან დაინტერესებულია და სწორედ ეს ეწევა ყველაფერი, რომ ადამიანის ყველაზე მთავარი საზრუნავი ესაა ჩვენი ბიოენერგეტიკული მდგომარეობა, ჩვენი ვიბრაციები, ჩვენი სული. აქედან იწყება ყველაფერი, აქედან იწყება ჩვენი იმუნიტეტი, მოხდეთ ტვინიდან, ჩვენი აზროვნებიდან, ჩვენი ცნობიერებიდან, ჩვენი საქციელიდან, ჩვენი ქმედებებიდან, ჩვენი განზრახვიდან, მოხდეთ ეს ქმნის ჩვენს დღევანდელ რეალობას. არა მარტო იმუნურს და არა მარტო სულიერს, არამედ ჩვენი ხასიათი ქმნის ჩვენს რეალობას, ჩვენს ყოფიერებას, ჩვენს ცხოვრებას. რაც როგორც ქაოსურია და ქაოტურია ჩვენი თვლის, ისეთ ქაოტურია ჩვენი ორგანიზმი. ისეთ ქაოტურია ასევე ჩვენი ცხოვრება. მოხდეთ ყველაფერი რაღაც მსგავსია ერთმანეთს. ყველაფერი დალაგებულია twin-ში და ამ ყველაფერს თქვენ დააკეთებთ ყველა ვარიანტში და ეს თქვენ არეგულირებთ თქვენ აზროვნებას, თქვენ ფიქრს არაფერი არ მოხდება. ცუდი რაღაცა შეხედოთ ცოტა ფილოსოფიურად რაღაცა ეს ყველაფერი სასწავლებელი ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს სწავლა ეს პროცესები რომელშიც უნდა ადამიანი გაიზარდოს, გამიტარდეს. უფრო მარტივად ვეთქვი, შემეხედავენ ბევრს თქო ხავს. უფრო მარტივად ვეთქვი, მეგობრებო. ჯერ კიდევ 2 წლის წინ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი, მე მიდავს Facebook-ზე, სხვათა შორის ჩემ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რუსული თარგმანით არის, არ მახსოვს ის რომელი ქონს გადაღებულია. სამეცნიერო ფილმი, სადაც მტკიცდება ის, რომ უარყოფითი ენერგია ქმნის საერთოდ ეს ვიბრაცია, თქვენი აზრი, ვიბრაციის მეშვეობით ცვლის ჩვენ საკუთარ შინაგან ჰომეოსტაზს. ცვლის ესე იგი ჩვენ შინაგან ვიბრაციებს და უარყოფითი ნეგატიური განსაკუთრებით შიშის ვიბრაცია განაპირობებს იმას, რომ ის პათოგენები, ის ბაქტერიები, ვირუსები და პარაზიტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ორგანიზმში ჭარბად, 2 კილოგრამზე მეტი გვაქვს ჩვენთაგან, ისინი აქტიურდებიან და მათთვის ძალიან სასურველი გარემო წარმოიქმნება და ისინი იწყებენ გულაობას, ესე ვთქვათ. ამიტომ ყველანაირი ეს
პროცესები, პანდემიები და ასე შემდეგ ეფუძნება შიშის თავისთავად. ანუ შიში არის ყველაზე ცუდი და ილია აგრესია. აი ადამიანები, რომლებიც თავს იცავთ, გამოდიხართ, თქვენ უფლებებს იცავთ და ისტერიაში ვარდებით და აგრესიას გამოხატავთ. ეს არაფერს არ ავნებს იმას, ვის წინააღმდეგას თქვენ გამოხატავთ ამას. მაგრამ თქვენ თვითონ თქვენ თავს ვნებთ, იმიტომ რომ თქვენში შემოდის თქვენივე ნაწარმოები, აი ეს უარყოფითი ვიბრაციები. თქვენ ამ ტალღაზე ზიხართ, ესე ვთქვათ. თქვენს მიერ წარმოთქმული ნებისმიერი ნეგატიური ან ნებისმიერი აგრესიული სიტყვა ქმნის ამას. იგივეს გეტყვით აი სერიალებზე, რომლებიც გამუდმებით არის ტელევიზორში, განსაკუთრებით ძილისკენ საათებში. დღესით უფრო არის ხოლმე სასიყვარულო ინტრიგების სერიალები და საღამოს არის აგრესიული, კლავენ, ხოცავენ მაფიებზე, იარაღზე, ძალიან დიდ აგრესიას გაყოლებენ ღამე. ეს არის შეგნებულად გაკეთებული, ეს არის იდეოლოგია. რომ თქვენ ეზიაროთ აი ამ აგრესიულ ენერგიას და ამაში იყოს. უფრო მარტივად შეიძლება უთხრა, მაგრამ წყალზე გაკეთდა ეგეთი ექსპერიმენტი, როცა წყალს ოვნებენ დადებით პოზიტიურ ეს ინფორმაციას აძლევენ მიყარხარ და რაღაცა წყალი ხდება უფრო ცოცხალი და სამკურნალო. როცა ლანძღავენ წყალს დებენ ასევე ბნელ ადგილას და ასე შემდეგ იწყება უკვე ესე ვთქვათ წყლის უბა. უფრო მეტის ქრისტიანული წესით, ქრისტიანული ლოცვით ნალოცი წყალი არის იდეალურად სუფთა და გავს ძალიან ლამაზია, გავს თოვლის ფირფიტებს, პანტერებს და ნალანძღი სხვა რელიგიებით გამშვალული წყალი სხვანაირი მისი არის. არ მინდა გადავაკონკრეტო, მაგრამ ზოგიერთი ასე ვთქვათ ლოცვის შედეგად მიღებული წყალი შეიძლება ჯოჯოსაც გიგავდეს და აი ზოგადად პოზიტიური უნდა მისცემ, რომ ჩვენი ორგანიზმი წყალი არის და ეს პოზიტიური ენერგია, როგორც ახლა წყალში გადადის, ასე უკეთებს ადამიანშიც. ისევე როგორც მუსიკი დატვირთული სხვათა შორის. აი ბეთჰოვენის რო და მოასმენდეს წყალს ბეთჰოვენის მუსიკა. იყო ულამაზესი. ბროლის იმენებს გავდა ნაჭრებს. და როცა მოასმენდეს ჯაზ როკი და ჰარდ როკი და დისკოთეკებზე რასაც უსმენენ ახლა ახალგაზრდები, ის იყო რაღაცა საშინელი, შავი, გლაჯუნა. გასართმელი ინსტრუმენტების შექმნილი მუსიკა, ესა დაბალვიბრაციული საერთოდ. და როცა უკვე ხო, როცა უკვე ეს ვიოლინო არის და რაღაცა უკვე ეს სიმებიანი, ეს უკვე გადის უკვე მაღალ ტრანსცენდენტალურ მეებში სიხშირეებზე გადის და მაღალ ყოფილა ბეთჰოვენი და მოცარტი. კი. მოცარტი საერთოდ ისეთი არის. საერთოდ ჩემ მუსიკაზე. ასე რომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი ძალიან ბევრი დაცვა აი ამ ყველაფრისგან განსაკუთრებით აი ამ მძიმე პერიოდში რომელიც უნდა გავიარო ჩვენს რომ ჭკუაზეს დარჩეთ და ფიზიკური წნევიც არ დაგვეგრეს ეს არის დადებითი ემოციები რომელიც თქვენით უნდა აწარმოოთ დაგეთანხმებით რომ დღეს დადებითი ემოციის მიღება გარედან არის ძალიან რთული ну რაღაც კომედიას თუ ნახავ ძველს ისიც თორე ახალი კომედიები იხაც აგრესია აბა განუხტა ტყეში გასვლა აი განცალკევება ბუნებასთან ურთიერთობა წყალთან დინარესთან ხო აი ერთ კვირაში ერთხელ მაინც ორჯერ მაინც უსაკნა საკმარისია რაღაც პატარა ენერგია იყო რომელიც მათ მიეშორება მათი უნდაც მიეშორება და ენერგეტიკულად რაღაც დააბალანსებს იცი რა ტყეში თუ არა სამგანსა მწვანე ზოლში პარკში რაღაც ხუჩაში სიხშირეებს უსმინო, შესაბამის სიხშირეებს 888 ჰერცი ძალიან მაგარი სიხშირე, რომელიც შანუნდა ნახულე ხარ. როგორ არის YouTube-ზე სავსეა ეგეთი სიხშირეები, ეგეთი ვიბრაციები. კომპიუტერი. ვისაც აქვს კომპიუტერი ახლა, ზოგს ტყე აქვს, ზოგს კომპიუტერი აქვს, ზოგს ის აუდიო კომპიუტერში როგორ უნდა მოზრდო, აგრიფო ესე და არაფერი 888 ჰერცი სპეციალური მუსიკა, რომელიც იმაშურება. ანუ YouTube-ზე შეხვალ? კი. და აგრიფო აი ამ სიხშირის მუსიკა. 334 ჰერციც არის კიდე 528 ჰერცი ეს არის ღმერთის სიხშირეს ეძახიან მაგას და აი ესეთი ვიბრაციები რომლებიც ადამიანს არა მე რა საკითხები ის ვასწავლოთ შევიდა YouTube-ზე ადამიანი მე რა აკრიფოს მუსიკა სიტყვა უნდა აკრიფოს ჰერცი და შესაბამისი ისა 88 ჰერცი 528 ჰერცი და 334 ჰერცი ანუ სპეციალური ჰერცები რომლებიც აი ამ ადამიანის სულიერებას და სიტყვის მუსიკა აღარ უნდა სიტყვა მუსიკა არაფერი არ ჰერცი და თვითონ არის ჩამოღდეს მაგიმებს ინფორმაციას და იმას რამდენი ხანი უნდა უსმინოს ნუ 30 წუთი უსმინოს 20 წუთი უსმინოს როგორც ზოგი ისეთი შეიძლება რაღაც ადგილს აკეთებს თქვა ადამიანი მაგალითად საათობით უსმენ ხოლმე საერთოდ მე საათობით და ზიხარ და მედიტაციაში ეგ ჩართულია და ფონად ამახსოვს და სიმშვიდეში კი. აჰა, ისე შეგიძლიათ ეს
როცა ხარ სახლში ტელევიზორი გვაქვს ჩართული რომ მაიყოს, გამოვცეთ ის ტელევიზორი და ჩართეთ ეს კომპიუტერი ან ტელეფონში მოვძებნეთ. ხო, ტელეფონი ჰერცებია, ამიტომ სიხშირეები რეალურად ადამიანს რომელიც ამშვიდებს და მოყავთ დადებით რეზონანსში მოყავს ადამიანის სული. სხვათა შორის ერთი პერიოდი შემოვიდა შიური მაღაზიები რომ გაიხსნა. მაშინ შემოვიდა იყიდებოდა ალბათ ახლა საერთოდ ხანი არ შესულა ზინზილაკები, აი სპეციალური, რომლებიც გამოცემენ რაღაცა ისეთ წუილს რომ მიაჯახუნებ ერთმანეთზე. ეს არები კარებზე ჩამოსაკიდი ისინი. ხო, ეგრე. რა ჰერცია მაგარიც. არა, აი ეგ არის არ ვიცი რა ჰერცია, სხვადასხვა ხმები აქვს. მაგრამ მე ჩინური ის კარგად არ მაქვს შესწავლილი მედიცინა, მაგრამ აზრი რა არის? ჩინელები ამას კვირაში ერთხელ ატარებენ მთელ ოთახებში და ესე აზარუნებენ. თვლიან რომ აი ეს ცუდი ჯოჯოები და ცუდი ენერგიები ამას არსებობს წმენდის ვიბრაციები არსებობს. ამას აკეთებენ კამერტონებიც აკეთებენ სპეციალურ კამერტონებია და კამერტონს თავის 722 სიხშირე თუ 724 სიხშირე არის კამერტონი უნდა მიიტანო პედალთან დაკრამ კომერტონი ვიბრაციები წმინდება ენერგეტიკული ეს. აი უფრო რთულია და ზინზილაკი რო იყიდო თქვათ იმაში რომ ზინზილაკი ის რა სიხშირე ხარობს მაგრამ ის კამერტონი უკვე უშუალოდ პროფესიონალური კამერტონი რომელიც მასშტაბით ეს სპეციალური ჩინელების საიდუმლოა ესე თქვა და ესე ატარებს ტიბეტური თასებიც არის რომელსაც მაგათა წმინდა ტიბეტური თასები შეიძლება გაიწმინდოს ვიბრაციებს გამოსწორებს თასი ერთი და შემოგრავდა შეგიძლია კუთხეებში უნდა მიიტანო და კუთხეებში იგივე ზინზილაკები ხო დაახლოებით იგივეა და ჩვენ გვაქვს ჩვენ არაჩვეულებრივი ჩვენ გვაქვს ქართული სიმღერა ისი აი მე თავის დროზე მაგაზონი მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ეს ყველაფერი აპარატური მრავალჟამიერი არის ის რაც წმენს სივრცეს აი პირდაპირ აი ესე წმენს იმიტომ ვთქვათ იგივე ოჯახის გრალსთან გარდაცვალების მერე წლის თავზემაზე გადააოხსნა მრავალჟამიერი მაგრამ არის კიდევ მეორე ეს არის გურული კრიმანჭური იცი რომელიც აი ამ დაბალ ვიბრაციებს ემის თურმე. ხო, ეს რომ შეიძლება კრიმანჭური ჩართოთ ხოლმე ცოტათ რომ ვიბრაციები შეიძლება ბევრი რაღაცა გააკეთო. ვიბრაციები შეიძლება ბევრი რაღაცები გამხურნო, ბევრი რაღაცები, ესე ვთქვათ, გაწმინდო კიდევაც, დადებით ენერგიები შემოიტანო. ამიტომ ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ყველა ჰერცს თავისი აზრი და თავისი ის აქვს. ის ფუნქცია. აი სოფელში რო იყო გამოვლოცველები ადრე. ეს ვიბრაცია იყო რაღაცას ბურძღუნებდა. აი, სიტყვებიც იყო კაცო, არიელი რაღაც არის რაღაც თავისით უნდა გაყრობენ. ხო, მაგრამ ის სიტყვების ვიბრაციებია, ხო? პირველად იყო სიტყვა, ის სიტყვა იყო ვიბრაცია ზუსტად. პირველად იყო სიტყვა, ხო, შეიქმნა რაღაცა ამით. ამიტომ ასე რომ დაიკიდეს შუმგიტი წყალი გაწმინდეთ შუმგიტით, იდეალური საშუალება არის წყლის გაწმენდის და აიღეთ ყველაზე კარგი წმინდა ადამიანის სულის არის მარილიანი აბაზანები. მარილიანი აი ენერგეტიკულ დონეზე ხო ყველაზე მეტად წმინდავს მარილი. მარილიანი წყალი ძალიან კარგია, როცა მოდიხარ სადღაციდან და აიყიდე ეს ვიღაცამ გაფთვალა და ასე შემდეგ. ეს არის უცებმიღებული თორე ახლა სულიერ ვიბრაციასთან მარილს აკავშირებს. როგორ აკავშირებს? პირველ კავშირი ეშმაკოს მაგიდევნია. ესე გარედან იმითი? გამჯერ. მარილი და სოდა. სოდა ანადგურებს. ის აშორებს ანადგურებს. არა, მე მარილს უჩვენე ყოველთვის სახში რომ მოვლენ გადაიღოს მარილიანი წყალი. მარილიანი წყალი შეიზილო და წმინდავს მაგრამ ენერგეტიკას და ესე კარგი ის არის. ყველა ბიოენერგეტიკოსები საერთოდ იწყებენ წმენდას მარილიანი წყლით. ხელები უნდა იყოს ყოველთვის სუფთა აირით და ხელებით მუშაობენ. მეც ბიოენერგეტიკის თემებში ვარ, ლექციებს ვკითხულობ მაგის საკითხებზე და პირველ სკოლისა მარილია და წმენდებიც აი სპეციალურ ჩახრებს უნდა დაუმიზნოთ ის მარილი და ნუ ტრანზიტზე ჯობია როცა ადამიანს შემოდის ბევრი უყოფითი ემოციები, აზრები, ფიქრები, ნევროზები, აი ეს წმენდა იწყებს მამყოლების მოშორებას. და კიდევ ერთი ის არის რჩევა შეგვიძლია ის ძველები და ვიცებებისგან სასაფლაოზე როცა მიდიან განსაკუთრებით დასაფლავების დღეა მოარიდა იწევს ვიღაც დასაფლავებას დასვა უნდა შემოიხვიო ხელზე თეთრი მიტკალი იყო მაშინ თეთრი დაჭერი რომელიც გაჟღენთილი იქნება წინასწარ დაჯერი მარილიანი ხსნარით ეს შემოიხვიო ამ სამფეთქი ჩვეულებრივ ანერჯერადით უნდაც ხო ეხლა უფრო მარტივია და იქიდან წამოყვა მე გადააგდო სახში მომიტანო აი ის თურმე გიცავს იმიდან რომ არ აიყიდო რაღაცა უარყოფითი ენერგეტიკა რომელიც სასაფლაოზე ყოველთვის არის. კი, პრაქტიკები ხო, მოურავი საიდუმლოა. ჩვენ დრო მოიწურა სამწუხაროდ
ბევრი საინტერესო ბევრი გამოგობს ალბათ ძალიან ბევრი გოს მეტყვი თემა ძალიან დიდია და ძალიან ვრცელია. მე ვინ გუშლის ხოს გავიმეორებ შევასწავლე. მოდი წუთი ძალიან ისეთი დრო არის შეწყვეტილი. გამოგეცეთ შემდეგ გადაცემა. დიდი მადლობა მოსვლისათვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოიწვია გამოიწვევი ძალიან უხალოდ ექნება. ერთი პრობლემა არ არის. თუ იქნება კითხვები თქვა Facebook-ში თუ მისვამენ კითხვებს, აქედან შეგვიძლია გავცეთ იმ კითხვებზე. რა თქმა უნდა, მაგით და მაგაზე შექმნა გადაცემა. კი ბატონო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. საგანძანებოდეთ იმედია გამოვადგებათ ჩვენი საუბრები. არჩევები.